მოგესალმებით, შემოძვირფასებო და კარგებო, უკაცრავად ხმისთვის ცოტა გაცილებული ვარ, მაგრამ არა უშავს, ხო? დღეს თქვენთან ერთად მინდა რუნების მეშვეობით გავარკვიოთ თქვენი ურთიერთობა, თქვენი პარტნიორის ურთიერთობა და მოდი გავარჩიოთ შემდეგი საკითხები, ხო? ვინ ხართ თქვენ, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? თქვენი გრძნობები მასთან მიმართებაში, მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში, დღეს რა ხდება ურთიერთობაში და რა იქნება ურთიერთობაში მომავალში, ხო? ამიტომ მოდი აბა ჩაიფიქრეთ სახელები და გვარები თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი, თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და მოდი დავიწყოთ ხომ გაშლა. განვიხილოთ ვინ ხართ თქვენ, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში, თქვენი მასთან მიმართებაში, დღეს ეს სიტუაცია ურთიერთობაში და რა იქნება ურთიერთობაში მომავალში, ხო? აბა დავიწყეთ. თქვენ ის თქვენი გრძნობები მასთან მიმართებაში, მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში და ამ დასტით მოდი ვნახოთ რა ხდება ახლა თქვენ შორის და რა იქნება მომავალში, ხო? რა ხდება თქვენ შორის, ახლა და რა იქნება მომავალში. ეს ახლა რადგან ფონს ყოველთვის განვიხილავ, მაინც იყოს ასე, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ხო? თქვენი სიგნიფიკატორი ეივაზის რუნის მეშვეობით უნდა დავახასიათო. ვირდი ძალიან, სხვათა შორის ძალიან კარგი რუნა არის, როგორც ასეთი, ანუ ვირდის რუნა ზოგადად აი საერთოდ რუნაც არ არის. ანუ საერთო ჯამში ცარიელია რუნა და ყველაფერი ადამიანის ხელში ამას ნიშნავს სხვათა შორის. სოულს მიხედვით თქვენი გრძნობები უნდა ახსნათ მასთან მიმართებაში, იერას მეშვეობით უნდა ახსნათ მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში. რა ხდება დღეს თქვენ შორის არის ამოტრიალებული ალგიზი, ტეივაზი, რა თქმა უნდა, ასევე წყობაში ამასთან ერთად მოგვიყვება რა ხდება დღეს თქვენ შორის და რა იქნება მომავალში. ეს არის რუნა ხაგალაზე, დიდად კარგი რუნა მომავლისთვის არც ეს არ არის, ხო? მოდი ახლა დავიწყოთ ახსნა, ასე ვთქვათ, თქვენი სიგნიფიკატორის. რომ შევხედოთ ასევე ფონს, გებოს მიხედვით რა შეგვიძლია ხო თქვათ რა ხდება დღესდღეობით თქვენ შორის, სანამ დავიწყეთ და თქვენ სახელმწიფოს საერთოდ გებო ფონად როცა გვაქვს, ხო? ანუ რეალურად ინვერსია ამ რუნას არ გააჩნია, ხო? რომცა მოატრიალო ნახატი ამოტრიალდება მხოლოდ აი თვითონ ეს გებოს ნიშანი, როგორც ასეთი, ხო? ასეც და ისეც ჩვეულებრივ ერთნაირი, აქედან გამომდინარე, შემოტრიალებული საპირისპირო ვერსია, ანუ ინვერსია მას არ გააჩნია. ანუ თუ სრულად შევხედავთ და რომ დავაკვირდეთ სრულად, ხო? ანუ აქ რეალურად დღესაც ხდება თქვენ შორის არის ეს სიყვარულო ურთიერთობა, რა დღეს ისედაც ხდება თქვენ შორის, ხო? მაგრამ უფრო ხშირად ეს რუნა, იცით როგორ ურთიერთობებს ახასიათებს, ანუ სადაც აი მესამე ფაქტორებია, ხო? აი თქვენ არა ხართ მაგალითად მისთვის ძირითადი პარტნიორი, ანუ ხართ მესამე პერი ურთიერთობაში, მაგალითად სამკუთხედში, ხო? სადაც შესაძლებელია ამ პიროვნებას ყავდეს, ასე ვთქვათ, თავისი, ვთქვათ, ესეთ ოჯახი, მეუღლე და თქვენ იყოთ მისთვის მეორე ქალბატონი ცხოვრებაში, რომელიც მას, ასე ვთქვათ, ყავს ურთიერთობაში, ხო? სამკუთხედურ ურთიერთობაზე იქნება აქ სავარაუდოდ უფრო
საუბარი აი გავყვებით და ვნახოთ ხო ყველაფერს ერთად როგორ ავხდეთ ურთიერთობას. მოდი ასე ვთქვათ, არ არის აქ მყარი და ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა და ამ რუნის მიხედვით მოდი ასე ვთქვათ ოჯახურ სიტუაციამდე ეს უნდა თქვენ არ მიგიყვანთ, მაგრამ აქვე აღნიშნავ რომ როდესაც საუბრობთ ხომ არასერიოზულ ურთიერთობაზე, არასერიოზულში მე არ გულისხმობ მაინც და მაინც არ ახართ სერიოზული ხო თქვენ ან თუნდაც გიყურებთ არა მაგას არ გულისხმობ, ანუ გულისხმობ იმას რომ რაც თქვენ გინდათ მაგალითად რომ აი ვთქვათ ოჯახის შექმნათ და ასე შემდეგ ამ რუნის მიხედვით ეს არ იქნება და აქედან გამომდინარე ამასაც აღნიშნავ რომ ეს არ ნიშნავს რომ დღეს და ხოლმე თქვენი ურთიერთობა დაინგრევა და ეშლება არა უბრალოდ ასეთი ფორმატით როგორითაც ხართ გააგრძელებთ ურთიერთობას და არანაირად აი როგორ არის იცით პარტნიორულ ურთიერთობებზე ესეც გაშლებს უყურებთ და თქვენ გსურთ რაღაც ისეთი მოსმენა იმედიანად ხართ განწყობილი რომ ვთქვათ გაიგებთ რომ აი ვთქვათ თქვენ შეფრებულ პიროვნებასთან მიაღწევთ ოჯახს გეყოლებათ ბავშვები ხო სადაც აი ეს რუნა გებოდა ეცემა ხო უკაცრავად ეგრევე უნდა შეწყვიტოთ ოცნება და ასე ვთქვათ ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნათ რადგან ამ მოცემული არკანის რუნის მიხედვით ვერანაირად ვერ იქნება თქვენი ურთიერთობა ვერ მივა ამ სტატუსამდე რასაც ქვია ოჯახი და ბავშვების სკოლა საერთო შვილების სკოლა მაგრამ ამასაც აღნიშნავ რომ უბრალოდ გაგრძელდება ამ ფორმატში ურთიერთობა რომელშიც დღესდღეობით მიმდინარეობს ხო სასიყვარულო სამკუთხედურ ურთიერთობაზე მაქვს საუბარი ანუ თქვენ ამ რეალობაში მოდით ასე ვთქვათ თქვენიდან გამომდინარე ვინც უყურებთ ამ გაშლას არ უნდა გქონდეთ არავითარ შემთხვევაში უფრო მეტის მოლოდინი არ ჩანს მოდი ასე დავდოთ ხო გავაგრძელეთ მოდი ასე ვთქვათ ხო როგორც პიროვნება თქვენ მოცემული რუნის ეივაზის მიხედვით როგორი პიროვნება ხართ ხო ანუ აი რაღაცნაირად მგონია რომ თქვენ გულის არკანიდან გამომდინარე ხო ძალიან გულიანი თუნდაც გაუბედავი შესაძლებელია კომპლექსებიც გქონდეთ აი ცუდა თავს არ ვაბობ კომპლექსებზე ანუ ხო ხდებით რაღაც მორიდებულობაზე ვსაუბრობ რაღაც შინაგან კომპლექსებზე ვსაუბრობ აი რაღაცნაირად შესაძლებელია ბევრ რამეზე ვერ წახვიდეთ, იმიტომ რომ თქვენ ასე ვთქვათ გაგება და შესაძლებლობებიც არ გაძლევდეთ იმის საშუალებას, რომ აი რეალურად რაღაც ნაბიჯებზე აი ნაბიჯები გადადგათ რაღაცნაირად, ხო, დაკომპლექსებულ ვარიანტს გულისხმობ, ასე ვთქვათ ურთიერთობაში მასთან მიმართებაში ვსაუბრობ. მე ხო თქვენს პარტნიორთან მიმართებაში, ხო? ანუ რეალურად პლუს ამას მუდამ ეჭვებში ხართ, ხო? ასევე გახასიათებთ პასიურობა, მორცხვი პიროვნება ბრძანდებით. ხო, აი თქვენ ეივაზის მიხედვით იმყოფებით ან როგორ მდგომარეობაში დღეს, ხო? აი რო დავახასიათოთ თქვენ მდგომარეობას, თქვენს ასე თქვა დახასიათებასთან ერთად. ანუ რაღაცნაირად ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ფაზაში ხართ, პროცესში ხართ, ხო? სიღრმისეულად ფიქრობთ დღესდღეობით და რაღაცეთ კარდინალური აზრები მოგდით თავში. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც დღესდღეობით თქვენს პარტნიორს განიხილავთ, ანუ სიღრმისეულად გლობალურად და სერიოზულად ხართ გაწყობილი მის მიმართ, ხო? როგორც ყოველთვის, ხო, რაც არ უნდა იყოს ყოველთვის ესეა, ვინც უყურებს გაშლებს, ფიქრობ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ეს პიროვნება, ვიზაც უყურებენ გაშლებს, ხო და პარტნიორს განიხილავთ, როგორც სერიოზულ ასპექტში განიხილავთ და ფიქრობთ, რომ თითქოს თქვენს პარტნიორს დღესდღეობით დრო უნდა მისცეთ და ყოველგვარი ჩხუბებისა და გარჩევების გარეშე დაუდგეთ გვერდით. თითქოს გონიათ, რომ ასე შესაძლებელია უფრო მოიგოთ მასთან მიმართებაში ყველანაირად, ხო, სიტუაციურადაც, ხო? თქვენი პიროვნება ვირდის რუნის მიხედვით ვირდი ძალიან კარგი რუნა არის, მოდი ასე ვთქვათ, პიროვნება ისე ზოგადად რო იცოდეთ, თქვენთვის ეს პიროვნება ძალიან კარმულია, ხო? ანუ პიროვნება არის როგორი გაბედული, გამტანი აი ეს თქვათ რკინაკაცები რო არიან, ხო? აი თითქოს არცად არ ეჩქარება, ძალიან დინჯია, მიზანდასახულია, ყველაფერს გადაწყვეტილებას იღებს, ანუ როგორიც და აწონდაწონის და ფიქრობს ჯერ აი როგორ იზავს იცით, რომ
ასჯერ გაზომავს და ერთხელ რომ გადაჭრის ესეთი პიროვნება არის, ხო? ახასიათებს მიზანდასახულობა, იცის რომ ყველაფერი მის ხელთ არის, რა თქმა უნდა, ვირდის რუნის მიხედვით ასეც არის პიროვნება, გინდაც ხასიათში და გინდათ ურთიერთობაში ყველაფერი მის ხელთ არის, მასზეა დამოკიდებული ასევე ეს ურთიერთობაც, იცის თავის შესაძლებლობები, ყოველთვის საკუთარი თავის იმედად არის და ასე ვთქვათ, ყოველთვის თვითონ გააქვს თავისი თავი, ხო? თქვენთვის როგორც აღნიშნე არის კარმული პარტნიორი ამ ურთიერთობაში მასზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული რეალურად და თქვენ ძალიან კარგად იცით ეს ფაქტორი რომ მის ხელთ არის ეს ურთიერთობა და თვითონ არის წამყვანი რგოლი ამ ურთიერთობაში ამიტომაც დღეს მიიღეთ ეს პოზიცია როგორიცაც მასთან მიმართებაში დღეს იჭერთ ეს არის რომ უბრალოდ რაღაცნაირად უგებთ შეიძლება თქვენთვის ძალიან რთულია დღესდღეობით ეს პოზიცია მაგრამ სხვა გზა რო არ გაქვთ გახართ და უჭერთ მას მხარს ყველაფერში და თითქოს უგებთ თუნდაც თქვენთვის მიუღებელი იყოს მისი პოზიცია, ხო, როგორც ასეთი, ხო? მოდი ახლა თქვა თქვენს გრძნობებზე მასთან მიმართებაში, სოულუს მიხედვით თქვენ მასთან მიმართებაში სოულუს მიხედვით რას გრძნობთ, ხო? ძალიან თბილი ხართ მის მიმართ გრძნობიარე, ანუ გიყვართ რა თქმა უნდა, პოზიტიური ენერგიებით ხართ მასთან, ასე ვთქვათ, მისადმი აღჭვალული, ხო, რაღაცნაირად ყოველთვის პოზიტივს უშვებთ მასთან, თუნდაც ხასიათზე იყოთ, რაღაცნაირად აი როგორ იცით, ამხნევებთ მას, რომ თითქოს გინდათ რომ დაინახოს თქვენში, რომ აი თქვენი სწორედ ის პიროვნება ხართ, ვის ცხოვრებაში გამოადგება მომავალში და რაღაცნაირად თვითონ თქვენი მონათესავე სულია, აი თქვენთვის ეს ადამიანი კარმულია, სხვათა შორის ამ პიროვნების გამო თქვენ ბევრჯერ ისეთ რაღაცებზე დახუჭეთ თვალი, რაზეც თქვათ მაგალითად ადრე სხვის გამო არც დაგიხუჭავთ თვალი არაფერზე, არ გაგიტარებიათ არაფერი და იმისთვის თითქოს რაც აპატიეთ დღესდღეობით და რაც ნაპატიები გაქვთ და როგორც უგებთ და რანაირადაც უგებთ, ასე ცხოვრებაში არაფერს არაფერი გიპატიებიათ და არც გაგიგიათ, ხო და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად ამასაც იმიტომ შევით რომ ფიქრობთ რომ თქვენი მონათესავე სულია, თითქოს თქვენი ბედია თქვენ ასე გრძნობთ და რაღაცნაირად ფიქრობთ რომ თქვენთვის შესაფერისი პარტნიორია. მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში იერას მიხედვით, ხო, ესე ვიტყვი, ხო, ჯერა იერა როგორც ასე ორნაირად ეძახიან. ანუ აი თქვენთან მიმართებაში თქვენ როგორც ხართ განწყობილი მასთან ის არ არის, აი რაღაცნაირად იერა არ არის თლად ისეთი სახარბიელო გრძნობებში თქვენთან მიმართებაში თუნდაც რო ავიღოთ კრიზისი აქვს, ხო, აი დაბნეულია პიროვნება, აი არჩევნის წინაშეა, რა თქმა უნდა, აი გებოს მიხედვითაც თავიდანვე ვახსენე, როგორც ტიპის ურთიერთობაში იმყოფებით, ხო? არჩევანშია ეს პიროვნება და რეალურად ძალიან უჭირს არჩევნის გაკეთება, რის გამოც თქვენთან მიმართებაში დღეს გრძნობებში აქვს კრიზისი, თუმცა არ ვიძახი, რომ არ აპირებს თქვენთან მიმართებაში რაიმე ნაბიჯების გადმდგომას, არა, რა თქმა უნდა, შეხედეთ, აი თვითონ ნახატის მიხედვითაც თუ მიმსჯერებთ, იერას მიხედვითაც, ხო, რაღაცნაირად მაინც ყოველთვის თქვენთან აი ბრუნდება პიროვნება, აი თქვენ მისთვის რაღაც თქვენ პატარა ხართ, შემა მოგმართავთ კიდევაც, ხო, ასე ჩემო პატარა, ხო, რაღაცნაირად პასუხისგებლობას თქვენთან მიმართებაში გრძნობს და უჭირს ძალიან იმ არჩევნის გაკეთება, რომელშიც დღეს არის ჩავარდნილი, თუმცა მოდი ასე თქვა დღევანდელ დღეს ის თქვენთან მიმართებაში ცოტა არ იყოს და კრიზისულ გრძნობებში, ან კრიზისია მისი მხრიდან თქვენთან მიმართებაში, ხო, უჭირს ძალიან ასე თქვა კრიზისულ მდგომარეობაშია გრძნობების განხრით თქვენთან მიმართებაში. მოდი განვიხილოთ რა ხდება დღესდღეობით თქვენს შორის, ხო, ეს არის ალგიზი და ეს არის ტეივაზის სუნა, ალგიზი ამოტრიალებული, ხო? რეალურად მოდი ასე ვთქვათ, ზოგადად როგორც წეგარი აღნიშნე, პარტნიორის გრძნობებზე თქვენთან მიმართებაში ფიქრობს ჭირდება რაღაცნაირად დრო, იმისთვის რომ არჩევანი გააკეთოს და რეალურად ასეც არის, ხო, სიტუაცია დღესდღეობით აი ასე ამოტრიალებული ალგიზი აღწერს იმას, რომ პიროვნებას აქვს არჩევანშია და აქედან გამომდინარე ეს რუნაც მეტწილად ისეთ ურთიერთობებზე რეზონირდება, როგორც გებოდან აღნიშნე, სადაც არის სამკუთხედები, სადაც თქვენ ხართ მესამე პიროვნება მისთვის, ანუ მესამე კი არა, მეორე პიროვნება ხართ მისთვის და მესამე ფაქტორი ხართ ამ ურთიერთობაში, მასსა და ვიღაცას შორის, მასსა და თქვათ მის მეუღლეს შორის, ხო? სამკუთხედზე მაქვს აქ საუბარი მამაკაცის მხრიდან, სადაც არსებობს სხვა პიროვნება, ამიტომაც
დღეს ეს პიროვნება არჩევნის წინაშე დგას და არაერთხელ აღნიშნე მე ახლახანს როცა აღწერდი თქვენ სიტუაციას, ხო? თქვენ ვინც ამ გაშლას ახლა უყურებთ, თითქოს მე ვფიქრობ, რომ ძალიან რისკავთ, ან არ არის გამორიცხული ეს პიროვნება თქვენთვის საშიშიც იყოს, არ ვიცი, ხო, აი თითქოს რაღაცნაირად საშიში იმ განხრით შესაძლებელია იყოს, აი თქვა არჩევანი თქვენზე რომ არ გააკეთოს, რაღაცნაირად ჯერ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოწვიძახი, მე იმის გამო რომ თქვენი ასე ვთქვათ სტატუსის გამოწვიძახი, სახელის გამოწვიძახი, თითქოს საშიში შეიძლება იყოს თქვენთვის, მაგრამ თითქოს თქვენთვის ამას დიდად მნიშვნელობა ჯერჯერობით არ აქვს, რომ ამაზე არ გაქვთ ჯერ დრო საფიქრალად, ხო? აი იცით როგორ წარმოდგენილი ჩაბარ თქოს თქვენი მხრიდან მის მიმართულებით უფრო მეტი რესურსი მიდის ვიდრე მისი მხრიდან თქვენ დამი ანუ თითქოს თქვენ უფრო იხარჯებით ამ ურთიერთობაში თქვენ უფრო რაღაცნაირად იბრძვით ამ ურთიერთობისთვის რომ გაიტანოთ რაღაც გამოვიდეს ვიდრე თვითონ ასე ვთქვათ ხო და თან იცით როგორი საბეჭდილება მრჩება რომ აი ამ რუნის მიხედვით გეშინიათ რომ რაღაცნაირად ბუმერანგულად იცით ხო რომ ალბათ რა ურთიერთობაში ხართ და იცით რომ რეალურად შესაძლებელია რაღაც ბუმერანგულად დაგიტრიალდეთ, იმიტომ რომ არასწორია, ხო, თუნდაც არასწორია ის, რომ ვიღაცებს შორის ჩადეკით თქვენ ამ ურთიერთობაში და ანგრევთ ვიღაცის ურთიერთობას თუნდაც და თითქოს აი ესეც სინდისიც გექენჩნით ამასთან ერთად, ხო, რომ რაღაცნაირად ბუმერანგულად არ დაგიტრიალდეთ და არ დაისაჯოთ თუნდაც იმისთვის, რომ აი ორ პიროვნებას შორის ურთიერთობაში ჩადეკით. რაც შეეხება ტეივაზის რუნის მიხედვით, ხო, კი ბატონო არის ორივეს მხრიდან ნაბიჯები ურთიერთობაში, აი ესე ვთქვათ, მაგრამ თქვენი მხრიდან უფრო არის რეალურად გადადგმული ნაბიჯები. ამიტომ ასე ვთქვათ, ამოტრიალებული ალგიზი არ უნდა დაგვავიწყდეს მარტო ტეივაზი რო ყოფილიყო, უფრო კარგი იქნებოდა და ნუ ალგიზი ამოტრიალებულიც რო ყოფილიყო, შედარებით უფრო კაი ახსნაც ექნებოდა საერთო ჯამში, მაგრამ ტეივაზი უფრო ასე ვთქვათ, ნაკლებ როლს თამაშობს აქ, იმიტომ რომ ეს ძალიან ასე ვთქვათ, სიტუაციურად ურთიერთობისთვის დამახასიათებელი რუნა. ალგიზი არის ამოტრიალებული და სიტუაციას ნათლად მოგვითხრობს და აქედან გამომდინარე ეს უკვე ტეივაზი რაც ნაბიჯებში გამოიხატება ერთმანეთის მიმართ არის ძალიან უმნიშვნელო, რადგან გადამწყვეტი ფაქტორები რაც არის მნიშვნელოვანი, რაც მე აღწერე ამ ურთიერთობაში, რაც ვისაუბრე ხო, მაინც ამ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ პიროვნებიდან მოდი ასე ვთქვათ, ფენომენალურად არანაირად არ მოდის ის ვიბრაციები, რომ ამ ურთიერთობის სხვა ფაზაში გადაყვანას ცდილობდეს ან აპირებდეს, ხო? კაცრავად. ცუდია ეს გაციება, მაგრამ რა ვქნათ. ხაგალაგის ის რუნის მიხედვითაც თუ ვიმსჯერდათ, ხო, რა გელოდებათ მომავალში, ხო? თავიდან მეაუჩნევს ურთიერთობა ძალზედ ახლართული, ჩახლართული და ასე ვთქვათ, ურთიერთობისთვის ძალზედ არასერიოზული რუნა, იმიტომ რომ უფრო ეს ურთიერთობა სამწუხაროდ თქვენ შორის რაღაც პერიოდის მერე კი გაგრძელდება ამ ფორმატში, მაგრამ ნუ რადგან განვითარება სხვანაირად არ უწერია და ეს პიროვნებაც არჩევნას თქვენსკენ თითქოს არც გააკეთებს, იმიტომ რომ თავიდანვე რაც ვისაუბრე ამ ურთიერთობას მხოლოდ ამ ფორმატში გააგრძელებს, ნგრევის სკენარი და დანგრევის სკენარის მიდრეკილი და დანგრევისთვის არის განწირული და როგორც წარსულის რუნა ზოგადად აი ეს ხაგალაძე არის წარსულის რუნა, ხო? შეუძლია ამ რუნას გითხრას, რომ ეს ურთიერთობა უკვე თითქოს და ისედაც წარსულშია ჩარჩენილი, იმიტომ რომ აი როგორიც და ძვრა არ აქვს მარტო ერთი პატარა ჩამოკიდებული, აი მოდის ჩამოკიდებული კაცის პოზიციაშია, ხო, დასტოპებული, აი მხოლოდ ამ პოზიციაშია, რომელშიც დღესდღეობით იმყოფება თქვენი ურთიერთობა, თქვენ კი ცდილობთ ყველანაირად რაღაც ხარში დაუდგეთ, აჩვენოთ მას, რომ ყველაფერზე ხართ წამსვლელი მისთვის, ყველანაირად თქვენ ხართ ის პიროვნება, ვინც მას ცხოვრებაში სჭირდება, მაგრამ პიროვნება როგორც ასეთი, მოდით ასე ვთქვათ, ხო, მასია მაინც დომინანტი ის არის ამ ურთიერთობაში, წამყვანი ის არის, წამყვანი რგოლი თქვენი პიროვნება არის ამ ურთიერთობაში და ის არანაირად არ ფიქრობს ამ ურთიერთობის სხვა დონეზე განვითარებას, თუნდაც იმ სხვა ურთიერთობიდან გამოსვლას თქვენთვის იმ სტატუსის მონიჭებას, რომელსაც თქვენ ასე ვთქვათ იბრძვით, რომლის იმედის თქვენ გაქვთ. რაღაცნაირად ესეთი გაშლა გამოვიდა, ვისაც გაინტერესებდათ, ხო, რეალურად ვინ ხართ თქვენ მისთვის და თქვენთვის ვინ არის ის და რა იქნება თქვენ შორის მომავალში, დღეისობიდან გამომდინარე, სულ ეს ორი თქმაც მე შემიძლია ამ ურთიერთობაზე ახლა. მოკლედ
სულ ეს არის ჩამოყალიბება, გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, ხვავს და ბარაქას ცხოვრებაში, გულის სიმშვიდე და სულის სიმშვიდე უფალმა არ მოგაკოთ, დაგემშვიდობებით და მშვიდობიან ღამესაც გისურვებთ აქვე. ნახვამდის.